მოგესალმებით. დღეს ვეფხისტყაოსნის იმ სიმბოლოებზე ვილაპარაკებ, რომელთა მნიშვნელობას პოემისთვის ბოლომდე ვერ გავიგებთ, თუ არ ვიცით, რას აღნიშნავს ისინი მითოლოგიურ აზროვნებაში. ყველაფერი, რასაც დღეს გიამბობთ, ქართველი და უცხოელი მეცნიერების შრომებში არის ახსნილი და თავმოყრილი, მაგრამ მათი დასახელებით, რა თქმა უნდა, თავს არ შეგაწყეთ, უბრალოდ მე გიამბობთ და თქვენ მიხვდებით, რამდენად საინტერესოა ვეფხისტყაოსანი, თუ ამ ღრმა ცოდნას გავიგებთ და გავიზიარებთ. დღეს ვილაპარაკებ ორ სიმბოლოზე, რომლებიც პოემის ორ მთავარ გმირს, ავთანდილს და ტარიელს ახასიათებს. პირველი სიმბოლო ეს არის გზა, ხოლო მეორე სიმბოლო ეს არის გამოქვაბული. ავთანდილს თავისი მხატვრული ფუნქციის შესასრულებლად მთელი სამყაროს ჰორიზონტალური გადალახვა უწევს, ცენტრიდან უკიდურეს პერიფერიამდე, არაბეთიდან ქაჯეთის სამეფომდე. ვეფხისტყაოსანში მისი ცხოვრება ხშირად გზაზე მიედინება და როგორც წინა გადაცემაში ვთქვი, გზის გავლა, გზის გადალახვა ნიშნავს ამ გზის გათავისებას, მასზე დაბრკოლებების მოხსნას და რაღაცნაირად საკუთარი გავლენის სფეროში სივრცის აი ამ ნაწილის შემოყვანას, რომელიც უკვე გადალახულია. ასე იცვლება სივრცე ვეფხისტყაოსანში, იცვლება მისი რაობა, გადასალახი და გადალახული სივრცე არის სხვადასხვა მნიშვნელობის. მაგრამ მეორე მხრივ, თავად მგზავრისთვისაც, ავთანდილისთვის გზა არის გადამწყვეტი შეხვედრების ადგილი, ისევე როგორც პიროვნული ზრდის და ცვლილებების ადგილი. პირველად გავლილი გზა არის ზღვარი ნაცნობსა და უცნობს შორის. ესე იგი, ფაქტობრივად ეს არის საფრთხის, ძიების, თავგადასავლის სივრცე და ასევე საკუთარი თავის შემოწმების შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის. გზა განასახიერებს როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ მოგზაურობას და ამიტომ თავისთავადი ღირებულებაც აქვს იმის გარდა, რომ გზა არის ის, რამაც გმირი უნდა მიზნამდე მიიყვანოს, რა თქმა უნდა. ესე იგი, ამ ეტაპზე დავიმახსოვროთ, რომ ავთანდილი ჰორიზონტალურად გადალახავს სამყაროს ცენტრიდან უკიდურეს პერიფერიამდე და სწორედ ამ ღვაწლით თავის წვლილს შეიტანს იმგვარი სამყაროს შექმნაში, სადაც თხადამგელი ერთად ძოვს. ავთანდილის გზას და ამ გზაზე განლაგებულ ქვეყნებს კიდევ დავუბრუნდები, როდესაც ავთანდილზე სხვა ახალი კუთხით ვილაპარაკებ. რაც შეეხება გამოქვაბულს, თუ გზა არის საკმაოდ ცნობილი სიმბოლო ლიტერატურიდან, მითებიდან, ზღაპრებიდან, გამოქვაბულის მნიშვნელობაზე დარწმუნებული ვარ, რომ მეტი განმარტება არის საჭირო. იმით დავიწყებ, რომ გამოქვაბულში ადამიანი ძნელად თუ მოხვდება. რატომ? იმიტომ რომ როგორც წესი, გამოქვაბულში ქაოსის ძალები ცხოვრობენ, გულისხმობ მათ შორის ველურ ცხოველებს. ალბათ გახსენდებათ არაერთი შემთხვევა ფილმებიდან, მხატვრული ლიტერატურიდან, შეიძლება რეალობიდანაც, როდესაც ადამიანისთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყო გამოქვაბულში შესვლა, სწორედ იმიტომ, რომ მან არ იცოდა იქ რა ბინადარი შეიძლებოდა დახვედროდა. მაგრამ ადამიანს თავისი დიდი ძალისხმევით მაინც შეუძლია, რომ გამოქვაბული თავის საცხოვრებელ ადგილას აქციოს, ასე არის მითებშიც, ზღაპრებშიც და რეალობაშიც. ალბათ გვახსოვს, რომ ვეფხისტყაოსანშიც სანამ ტარიელი და ასმათი გამოქვაბულში ცხოვრებას დაიწყებდნენ, იქ ცხოვრობდნენ დევები, რომლებსაც ტარიელი შეებრძოლა, დაამარცხა ისინი, მაგრამ ამ ბრძოლაში ყველა თანხლები პირი დაეხოცა, დაკარგა ისინი ასმათის გარდა. როგორც ტარიელი უამბობს ავთანდილს, ესე ქვაბნი უკაცურნივ პოვენ დევთა შეეკაფნეს, შემოვები ამოვწყვიდან, ყოლა ვერა ვერ მეხაფნენ. შემდეგ ავთანდილი ორჯერ ახსენებს დევების და ტარიელის ბრძოლას. პირველად, როდესაც ბრუნდება
არაბეთში და როსტევანს უამბობს ტარიელის შესახებ, აი მაშინ ამბობს, ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები. და შემდეგ, როდესაც ავთანდილი ფრიდონს შეხვდება და თავის თავს აცნობს, ტარიელის და დევების ამბავს ასე იხსენებს, ქვაბნი წაუხმან დევთათვის სრულად გამესისხლებია. ესე იგი, გამოქვაბული დევებისთვის წაურთმევია და მათი სისხლი სრულად დაუღრიაო. დევებთან ტარიელის ბრძოლის და დევების დამარცხების აი სამჯერ ხსენება პოემის ტექსტში, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. და ამის ახსნას ჩვენ პოულობთ ქართულ მითოსში. ქართულ მითოსში დევებთან ბრძოლა, დევების დამარცხება და მათი საცხოვრისის ადამიანის სახლად გადაქცევა შეძლოთ მხოლოდ ღვთისშვილებს. ვინ არიან ღვთისშვილები? ღვთისშვილები არიან ფშავ ხევსურთა წარმოდგენების მიხედვით მორიგე ღმერთის, ისინი ასე უწოდებენ მამა ღმერთს, აი მორიგე ღმერთის შვილები. ზოგი ღვთისშვილი დაბადებიდან იყო ხორციელი და შემდეგ გახდა სულიერი არსება, როგორც მაგალითად წმინდა გიორგი, ხო და ზოგიერთი პირიქით დაბადებიდანვე სულიერი არსება იყო, მაგალითად მიქაელ მთავარანგელოზი, ხო? მაგრამ მორიგე ღმერთმა ისინი ხორციელად გამოგზავნა დედამიწაზე, იმისთვის რომ დევები დაემარცხებინათ და ადამიანებისთვის შვება მოეტანათ, იმიტომ რომ დევები ადამიანებს ჩაგრავდნენ, ძალადობდნენ მათზე და უნდა დავიმახსოვროთ ამ ეპიზოდიდან, რომ სწორედ ღვთისშვილებმა, რომლებიც ხშირად მოიხსენიებიან როგორც ჯვარი, მოუპოვეს ადამიანებს საცხოვრებელი ადგილი, დევების ყოფილი საბინადრო და მიცეს მათ საშუალება, რომ ადამიანურად ეცხოვრათ. ეხლა ორიოდე სიტყვას დევებზეც ვიტყვი. მითოლოგიურ წარმოდგენებში დევი არის ადამიანის მსგავსი არსება, მაგრამ მისი განვითარება არის შეწყვეტილი ცხოველურ სტადიაზე. მინდოდა რომ ციტატა მომეყვანა, როგორ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მაცხოვრებლები როგორ აღწერენ დევებს, ვინ არის, რა არის დევი მათ წარმოდგენაში, მაგრამ ძალიან რთული ციტატა იყო გამოსათქმელადაც და აღსაქმელათაც, დიალექტზე იყო ნათქვამი და ყველა სიტყვა საკმაოდ რთულად ჟღერდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი სიტყვებით გიამბოთ, ეს ადამიანები როგორ აღიქვამენ დევს. დევი მათთვის არის ადამიანის მსგავსი არსება, ოღონდ უგვანი არსება, რომლის სახე და სხეული მთლიანად ბეწვით არის დაფარული და ამიტომ მათ ტანისამოსი არ აქვს და არ სჭირდებათ, მაგრამ კიდევ ის ახასიათებთ, რომ უკუღმა აქვთ ფეხები მოსხმული, ანუ უკან დადიან ადამიანებისგან განსხვავებით. დევებმა არ იციან ხვნათესვა, დევებმა არ იციან საქონლის მოვლა, ერთადერთი რაც მათ იციან, ეს არის მჭედლობის საქმე. ისინი არიან ძალიან დახელოვნებული ამ საქმეში და ეს არის მათი საიდუმლო და ამ საიდუმლოს სათუთად ინახავენ და არავის არ უზიარებენ. ესე იგი, დევების შესახებ მითოლოგიურ წარმოდგენა ზუსტად შეესაბამება ის მომენტი ვეფხისტყაოსანში, როდესაც ამბის ბოლოს ტარიელი და ავთანდილი გამოქვაბულში მიაგნებენ აბჯარ იარაღს დევების მიერ გადანახულს და ამას გამოიყენებენ შემდეგ ქაჯების წინააღმდეგ ომში. აქვე იმას შეგახსენებთ, რომ ვეფხისტყაოსნის სამყაროში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საბრძოლო იარაღის დამზადება იცის, ეს არის ხვარაზმის სამეფო და სწორედ ხვარაზმის მეფესთან დამოყრება უნდა ფარსადანს, ინდოეთის მეფეს და ამის გამო მეფობის უფლებას ჩამოართმევს, აპირებს რომ ჩამოართვას შთამომავლობით მეფეებს ტარიელს და ნესტანს. ფაქტობრივად მართლაც ვეფხისტყაოსნის სამყაროში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც იცის დევების საიდუმლო, ეს არის ხვარაზმის სამეფო. სანამ სხვა თემაზე გადავალ, იმასაც ვიტყვი, რომ დევების გამოქვაბულში მცხოვრები ტარიელი როსტევანთან და ავთანდილთან შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ, ნადირობის ეპიზოდს ვიხსენებ ისევ, მათში იწვევს დევის ასოციაციას. კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ პოვნა ნაკვალევისა, აგრე კვალწმიდად წარხდომა კაცისა ვითა დევისა.
ის რომ სინამდვილეში დევების დამამარცხებელ ღვთისშვილს ადამიანები დევს ადარებენ, არის გამოქვაბულისთვის ძალიან ბუნებრივი მოვლენა და არსებითი ნიშანიც კი არის, იმიტომ რომ გამოქვაბული არის დაფარული, ინახავს დიდ საიდუმლოს და გამოქვაბულის მკვიდრი შეიძლება გამოიყურებოდეს ზუსტად იმის საპირისპიროდ, რასაც ის არსებითად წარმოადგენს. და კიდევ ვიტყვი, რომ დევების აი ამ პირქუში გამოქვაბულის ერთი საიდუმლო ისიც არის, რომ სასწაულმოქმედ აბჯართან და იარაღთან ერთად აღმოჩნდება დიდი განძი ამ გამოქვაბულში, დევების გამოქვაბულში და ესეც ბუნებრივია, ამასაც მითოსთან მივყავართ, მაგრამ განძის რაობაზე, მის მნიშვნელობაზე და თუ ვის ეკუთვნის განძი, ამის შესახებ სხვა დროს ვილაპარაკებ და რა თქმა უნდა ისევ მითოსისკენ გახედვა დაგჭირდება. ახლა კი დაუბრუნდები ყველაზე მნიშვნელოვანს გამოქვაბულში ადამიანის დასახლებას. ზოგადად მითოპოეტურ აზროვნებაში სულიერი ცენტრის ორი სიმბოლო არსებობს, მთა და გამოქვაბული. გრაფიკულად მთა გამოიხატება როგორც სამკუთხედი წვერით ზევით, ხოლო გამოქვაბული გამოიხატება როგორც ზუსტად იგივე სამკუთხედი, ოღონდ ამოყირავებული წვერით ქვევით. და რამდენადაც მთა არის ხილული სიბრძნის სიმბოლო, იმდენად გამოქვაბული არის დაფარული სიბრძნის მოპოვების ადგილი. გამოქვაბული უპირისპირდება მთას, როგორც ფარული უპირისპირდება ხილულს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოქვაბული არის ერთგვარი ანტიმთა, ქვესკნელის მთა, ქვესკნელის კარიბჭე. ეხლა ერთი ძალიან ცნობილი მეცნიერი უნდა გავიხსენო, ეს არის ფრანგი ფილოსოფოსი რენე გენონი, რომელმაც დაწერა წიგნი წმინდა მეცნიერების სიმბოლოები და მისი ერთი თავი სწორედ მიუძღვნა მთას და გამოქვაბულს. და აი ეს რენე გენონი მიიჩნევს, რომ გამოქვაბულში ცხოვრება ზუსტად იმდენადვე ნიშნავს სიბრძნის დაუფლებას, რამდენადაც მთის წვერზე ცხოვრება. ჩვენ ადვილად შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ მთის წვერზე ცხოვრობენ როგორც წესი წმინდა ბერები, ისინი ცხოვრობენ მთის წვერზე აშენებულ ტაძრებში და რამდენადაც მთის წვერზე მოპოვებულ სიბრძნეს ერთგვარად სახალხო ხასიათი აქვს, იმიტომ რომ მისი გადაცემა შეიძლება სხვა ადამიანისთვის, მისი წიგნში ჩაწერა შეიძლება ზუსტად ამდენადვე გამოქვაბულში მოპოვებული სიბრძნე არის საიდუმლო ხასიათის, მას ადევს ტაბუ და მისი გამოთქმა არ შეიძლება, არ ექვემდებარება სიტყვებით აღწერას. აქ სწორედ დროული არის გავიხსენოთ ორი ლექსი ქართული კლასიკიდან. პირველი ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას, თას ვიყავ მწვერვალზე ვიდეგ, თვალწინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზე მთვარე ვლაპარაკობდი ღმერთთანა, საკეთილდღეო ქვეყნისა, მედვა სულად და გულადა, სიცოცხლე მისთვის სიკვდილი მქონდა მეორე რჯულადა. ამის შემდეგ ლექსში აღწერილია მწვერვალიდან ქვემოთ დაშვება, როგორც ძალიან მტკივნეული პროცესი, როგორც დიდი ტკივილი ავტორის, რად მოვალ, თავქვე რად მოვალ, ჩემს თავს რად ვიხდი ტიალად, იმ მთას თავს რისთვის ვანებებ, თუნდ ვიქცე ტანჯვის ფიალად. მეორე ლექსი აკაკი წერეთელს ეკუთვნის და ისიც ადამიანის აღმართზე ასვლის სიხარულს და ქვემოთ დაშვების ტანჯვას აღწერს. აღმართ მივდიოდი მენელა, სერზე შევდე ჭმუნვის ალი მენელა, მზე მან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე ვგრძენ სიკვდილმა ვერ მაშინა. და ლექსის ბოლოს ჩემო თაო ვეღარ გკურნენ წამალით, დაღმართ დაუყევი წამალით, იქ ჩაბრძანდი სადგელიან ლოდებით, ბარით ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით. ამ ორ ლექსში გადმოცემულია ზუსტად ის მკაფიო, ღია ცოდნა, რაც მოიპოვება თაზე ასვლით თუ სიმაღლეზე ასვლით და ვაჟა-ფშაველა და აკაკი წერეთელიც აი სწორედ
თაზე ასვლით, სიმაღლეზე ასვლით მოიპოვებენ იმ სიმართლეს, რომელიც არ ჩანს თუ დარჩი ყოველდღიურ ყოფაში და თუ ამ ყოფაზე არ ამაღლდი და მას ზემოდან არ გადმოხედე. აქვე ვიტყვი, რომ ორივე ლექსში მოპოვებული სიმართლე ეხება სამშობლოს და ეხება მისი რეალური მდგომარეობის გააზრებას და აი ტრაგიზმს ამ რეალური მდგომარეობის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთა და გამოქვაბული სინამდვილეში ერთმანეთს ავსებს, ოღონდ მთა არის ფიზიკურად ხილული და ხილულ სიბრძნეს მოიცავს, გამოქვაბული არის ფიზიკურად უხილავი და უხილავი სიბრძნის მოპოვების ადგილია. ოღონდ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მთაც და გამოქვაბულიც ადამიანს აახლოებს ყველაზე ღრმა სიმართლესთან, ჭეშმარიტებასთან და ფაქტობრივად ღმერთთან. როდესაც ადრე ჩვენს მსმენელებს ვკითხეთ თქვენთვის უფრო გასაგები და მისაღები გმირი, რომელია ავთანდილი თუ ტარიელი მეთქი, როგორც მეც ველოდი და თქვენც ელოდით, უმრავლესობამ აირჩია ავთანდილი და ეს არის ძალიან ბუნებრივი, იმიტომ რომ ავთანდილი მოდის ნათელი ქვეყნიდან, მისი ცხოვრება პოემაში ძირითადად გზაზე მიედინება, ის არის ღია სივრცეში, გადაადგილდება ამ სივრცეში და ის ეპიზოდიც კი, ხანგრძლივი ეპიზოდი პოემის, როცა ავთანდილი უცხო მოყმეს ეძებს, ესე არის აღწერილი, უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა, მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა მათთანა ემოყვრებოდა. ესე იგი რა, უცხო ქვეყნებში დადიოდა, ადამიანებს ხვდებოდა, ამბავს ეკითხებოდა და თან უმეგობრდებოდა მათო. რა თქმა უნდა, ავთანდილის სახეში, მის ცხოვრებაში გაუგებარი არაფერი არ არის, ყველაფერი ნაცნობი და გასაგებია. თუ ახლა რომელიმე თქვენგანს გაახსენდა ვეფხისტყაოსნის ის ეპიზოდი, სადაც ავთანდილს დიახაც უჩნდება საიდუმლო და ის იძულებული არის, რომ დამალოს თავისი ვინაობა და წარმომავლობა, რა თქმა უნდა, ეს არის ვეფხისტყაოსნის ორგანული ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის და ამაზე აუცილებლად შემდეგ ვილაპარაკებთ, აი რას ნიშნავს ეს გარდასახვა ავთანდილის, მაგრამ რაზეც დღეს ვილაპარაკობთ, ეს არის მისი ჩვეულებრივი ყოფა, მისი მთავარი სახე, რაც არის აღწერილი ვეფხისტყაოსანში და რაც გასაგებია ყველასთვის და ნაცნობია და მისაღებია. ტარიელი კი ყველაფრისგან შორს არის, რაც ნათელი და გასაგებია, იმიტომ რომ მისი ცხოვრება არის სადღაც გადაკარგულ კლდოვან ლანდშაფტში, მიმალულ გამოქვაბულში და არის კაცთაგან უხილავი, ცოდნა მისი არის საიდუმლო ცოდნა და რავის არ ესმის რა არის ეს, მისი ქცევა ადამიანებს დევების ქცევას აგონებს და მისი ტირილიც ასევე გაუგებარი არის მკითხველისთვის და შეუფერებელია ვაჟკაცისთვის და კიდევ ერთი რამ არის ხაზგასასმელი ჩემი აზრით, რომ ტარიელი ვერ პოულობს თავის სატრფოს, ამის შემდეგ ემალება ადამიანებს, გადაიკარგება და როდესაც განგება მას მოულენს მეგობარს, აი მეგობარსაც კი არ მიყვება თავისი სატრფოს ნესტანის მოსაძებნა და ისევ აი ამ დახშულ ტანჯულ სივრცეში რჩება და როგორ გინდა რომ ესეთ გმირს გაუგო, ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ დღეს უკვე მივანიშნე, რომ ის 8 წელი, რაც ვეფხისტყაოსანში არის აღწერილი, დევების დამარცხება და მათი საცხოვრისის ადამიანის სახლად გადაქცევა, ტარიელს ღვთისშვილებთან, ჯვართან აახლოვებს და ფაქტობრივად მათ რანგში აყენებს, ანგელოზების რანგში აყენებს და შოთა რუსთაველი ამას 3 იმეორებს. დიახაც ჩვენთვის რომ ამას მივაქციოთ ყურადღება. ამას რატომ ამბობ ახლა? ვეფხისტყაოსნის ავტორი გვაძლევს თავიდანვე იმის მინიშნებას, რომ ტარიელი არ არის პასიური გმირი, როგორც შეიძლება მკითხველს პოემის წაკითხვისას მოეჩვენოს და რატომ არ არის პასიური გმირი, რა ტიპის აქტივობა არის ის, რაშიც 8 წელი აქვს ტარიელს და შემდეგ ეს 8 წელი როგორ აისახება სამყაროზე,
ამაზე აუცილებლად მომავალში ვისაუბრებთ, ეს ერთ-ერთი მთავარი თემა არის ვეფხისტყაოსნის. და მე კი მეჩქარება რომ თხრობა გავაგრძელო, მაგრამ დღეს მაინც აქ შევჩერდები, იმიტომ რომ არ მინდა ძალიან დაგღალოთ. ერთად დაველოდოთ შემდეგ ხუთშაბათს. მანამდე კი ტრადიციული თხოვნა მექნება, გამოიწეროთ ჩვენი ზღარბის არხი და თქვენი მოსაზრებები, თქვენი კითხვები მომწეროთ აქვე გადაცემის კომენტარების ველში. ახლა კი დაგემშვიდობებით და ისევ და ისევ დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ.